თუ ხედავთ ქრისტიანს, რომელიც აგრესიულად და კრიტიკულად დაამხელს სულიერ მწყემსებს, იცოდეთ, რომ მას სულიერი შიგთავსი არ აქვს. ქრისტეს კაცი ეკლესიაში პოულობს. ქრისტეს ეკლესიის გარეთ ვერ იპოვის. უნდა სწამდეს ეკლესიის. ეკლესიას იერარქია ჰყავს. პატივი უნდა უცეთ ეკლესიის იერარქიას. პატივი უნდა უცეთ იერარქიით პირველს. ერთი ნაცნობი მყავს, რომელსაც სულიერი ცხოვრებისადმი არასდროს გამოუჩენია ინტერესი. დაახლოებით 6 თვის წინ კი შეიცვალა და ეკლესიური გახდა. ახლა ახალ საქმეს მოჰკიდა ხელი. ჭკუას მასწავლის და მამხელს ეკუმენისტები ხართ. პატრიარქთან ერთად ხართ, რომელიც კათოლიკებთან სწირავსო. ვეუბნები, ჯერ ერთი პატრიარქს არასდროს უწირავს კათოლიკებთან, მაგრამ გაიხსენე, რომ 6 თვის წინ პირჯვრის გადაწერა მე გასწავლე და ეკლესიაში მე მოგიყვანე მეთქი. თუ უკვე ყველაფერი ისწავლე და იმასაც ამხელ, ვინც ეკლესიაში მოგიყვანა მეთქი. ეკლესიის როლი და მნიშვნელობა უნდა გავაცნობიეროთ. ზოგიერთი სასულიერო პირი შეიძლება არ მოგწონდეს. ეს ბუნებრივი რამაა, მაგრამ ეკლესია იმისთვის მჭირდება, რომ მასში გამოცდილებისეულად განვიცადო ქრისტეს მადლი. არიან ადამიანები, რომლებიც ემიჯნებიან ეკლესიას ან განხეთქილებებს ქმნიან. ეს უგუნურებაა და რაც მთავარია, არ არის ღმერთისთვის სათნო. ვისაც სწორი ეკლესიოლოგიური აზროვნება აქვს, ის არასდროს განეშორება ეკლესიას.